გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთი სალომე ლემონჯავასთან და გიორგი გასვიანთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. კვირის თემა: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარიაშვილის 3 წლიანი მუშაობის ანგარიში. დავით ოკუჯავასა და მადინა ტეხოვას ოჯახური პორტრეტი. ნიამბე აფხაზეთზე რუბრიკის სტუმარია აკადემიკოსი როინ მეტრეველი. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. ქორთიელთ მარიოტში საქართველოს სახალხო დამცველმა უჩანანუაშვილმა სპეციალური ანგარიში წარადგინა თემაზე განათლების უფლება გალის რაიონში 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები. ანგარიში დეტალურად არის აღწერილი 1995 წლიდან დღემდე გალის რაიონის მკვიდრთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციის ფაქტები. საუბარია აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებაზე მიმდინარე სასწავლო წელს გალის რაიონის სკოლების დაწყებით კლასებში რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლასა და რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების შემოღებაზე. ეს არის სამწუხარო, რადგანაც დაწყებით კლასებში აქამდე შესაძლებლობა ჰქონდათ ბავშვებს მიიღოთ მშობლიურ ენაზე განათლება. სამწუხაროდ არა მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ სახელმძღვანელოებით შეიცვალა და დღეს უკვე რუსეთის ფედერაციაში გამოცემული სახელმძღვანელოებით ხდება სასწავლო პროცესი, რაც რა თქმა უნდა არის შეიძლება ითქვას, რომ არის პირდაპირ დისკრიმინაცია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას, კონკრეტულად ბავშვებს უნდა ჰქონდეთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, რისი უფლებაც დღევანდელი მონაცემებით აფხაზეთში მაცხოვრებელ სხვა ჯგუფებს, მათ შორის სომხებს, რუსებს, აფხაზებს თავისუფლად შეუძლიათ. ასევე სპეციალურ ანგარიში საუბარია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურებისა და საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაზე გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად, რომელიც უნდა მოიცავდეს მოლაპარაკებების დროს ამ საკითხის განხილვას და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო ინფორმირებას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით, ასევე დიპლომატიური მისიების და ზოგადად ჟენევის პროცესში მონაწილე ორგანიზაციების მისამართით, ასევე საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება იმას, რომ აუცილებელია განათლების სამინისტრომ ამ შექმნილ მდგომარეობიდან გათვალისწინებით, იმისათვის რომ ეს დანაკლისი ბავშვებს აუნაზღაუროს, აუცილებელია გარკვეული პროგრამის მოფიქრება, მათ შორის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, იგივე გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა იმისათვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება. ასევე ჩვენ ანგარიში ვსაუბრობთ ხარისხთან დაკავშირებით, რადგან ეს გადაწყვეტილება მოქმედებს პირდაპირ განათლების ხარისხზე, რადგან რუსულ ენას ვერ ფლობს ბევრი იქ მაცხოვრებელი ადამიანი და რეალურად პროცესი შედის სერიოზულ ჩიხში. სახალხო დამცველის ანგარიში აღნიშნულია აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვითი მისიების აღდგენის მნიშვნელობა და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მუდმივი ყურადღება იყოს მიმართული აფხაზეთში განათლების უფლების დაცვაზე. საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს, რუსეთისა და დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგის მნიშვნელოვან კომპონენტად უნდა იქცეს, ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 საჯარო სკოლაში, რომელიც სენაკში ფუნქციონირებს, ახალი სასწავლო წლიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო. გასულ კვირას ამ სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ. სასწავლო პროცესში გამოიყენება აფხაზური ენის შემსწავლელი პროგრამა, აფხაზური მხარის მიერ ქართულენოვანი სკოლებისთვის შექმნილი აფხაზური ენის სახელმძღვანელო, ლექსიკონი და სხვადასხვა თვალსაჩინოება, ფერადი ილუსტრაციები, ფოტოები და ვიდეო მასალა. სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წარმოადგინეს მინიატურები. ეს არის ის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებს შორის მეგობრობას, აფხაზ და ქართულ მოსწავლეებს შორის მეგობრობას. ეხლახან დავიწყეთ და ამიტომ ვახერხებს და გვიხარია, რომ ამ საგანს სწავლობ და პირველ რიგში გვაქვს იმის სტიმული, რომ ჩვენ დავებრუნებთ აფხაზეთს.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა 2017 წლიდან აფხაზური ენის სწავლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა საჯარო სკოლაში პირველი კლასიდან დაიწყება. შესაბამის პროგრამას და მეთოდოლოგიას საქართველოს განათლების სამინისტრო უკვე ამზადებს. ქალაქ ჯვარში კი ჯვარის სათემო განათლების ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით სათემო ბიბლიოთეკა დაფუძნდა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით შეიქმნა. პროექტის მიზანია ქალაქ ჯვარის დასახლების მიმდებარე სოფლების დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდებისთვის ინფორმაციისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. გაიხსნა სამკითხველო ჯგუფი, ჩვენ დღეს გავცვალეთ ინფორმაცია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ახალგაზრდების საჭიროებებზე და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. იმეც ვიტყობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც დღევანდელი ღონისძიება, რომელიც ჩატარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში. ადგილობრივ სათემო ბიბლიოთეკას საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 300-მდე, ხოლო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 100-მდე წიგნი გადასცა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გააჩნია მემორანდუმი აფხაზეთის მთავრობასთან, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად, სადაც დევნილთა ჩასახლებები არის და ასეთი ცენტრებია გახსნილი, სადაც დღეს ჩვენ ვფიქრობთ, მოვამარაგოთ წიგნები, ერთად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ღონისძიებები და სწორედ დღეს არის ამის ერთ-ერთი ცხადი მაგალითი, რომ ჩვენ ჩამოვედით და ჯვარის სათემო განათლების ცენტრში ჩამოვიტანეთ წიგნები. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიდ დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნის აფხაზეთის ტრაგედია საერთაშორისო საზოგადოების სამსჯავროზე ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ინგლისურ ენაზე შესრულებული ნაშრომი მოიცავს დოკუმენტურ მასალებს აფხაზეთში 1992 წლიდან ჩატარებული ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა შესახებ და ის გამიზნულია საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრული ინფორმირებისათვის. წიგნში შესულია გენოციდის მსხვერპლთა 5000-მდე ადამიანის დეტალური მონაცემები, რომელთა დაზუსტება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. მოცემულ სიას თან ახლავს ისტორიულ, პოლიტიკური და სამართლებრივი ანალიზი. სრულიად უდანაშაულო ადამიანები, ქალები, ბავშვები, მოხუცები, რომლებიც რაღაც არაადამიანური სისასტიკით აწამეს და მერე სიცოცხლეს გამოასალმეს, სულთა ეთნიკური ნიშნით, რა თქმა უნდა. ჩვენ ვერანაირად ვერ შეურიგდებით იმას და არც უნდა შეურიგდეთ, რომ ამის ჩამდენი ადამიანები მშვიდად გრძნობდნენ თავს. ოდესმე დადგება ალბათ დრო, რომ ეს სასამართლომდეც მივა, მაგრამ სანამ მივა სასამართლომდე, ჩვენ ისინი უნდა ვამხილოთ და ამ ტრაგედიის შესახებ უნდა ვამცნოთ მთელ მსოფლიოს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს დაწესებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. გამიხარდა, როდესაც ეს წიგნი ვნახე, იმიტომ რომ დიდი ხანი არაფერი გამოსულა. არა და აფხაზეთში პროცესები მიმდინარეობს ძალიან სერიოზული. ამ წიგნმა ბევრი რამ გამახსენა, ჩემი მოღვაწეობა, აი ხალხთან, რომელიც დავინახე დღეს აქ და რამდენი რამ გადავიტანეთ. ამ წიგნმა რაღაც აღმიდგინა მეხსიერებაში ყველაფერი ეს რაც მოხდა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრები, აფხაზეთის მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ეთნოკონფლიქტებით დაინტერესებული სპეციალისტები. როგორც გამომსვლელები აღნიშნავდნენ, აქამდე არსებული მშრალი სტატისტიკური მონაცემები და ეუთოს ზოგადი ხასიათის რეზოლუციები მიახლოებითაც ვერ ასახავენ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მასშტაბებს, მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ გენოციდს. ხას უსვამდნენ ნაშრომის მნიშვნელობას და აუცილებლობას წიგნის ქართული და რუსული ვერსიების გამოცემის შესახებ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე საერთაშორისო ორგანიზაცია Lines International და NIS ოფისის პრეზიდენტს იორინ ანდერსონსა და Campus Lines Club თბილისის პრეზიდენტს საქართველოში რატი ქირიას შეხვდნენ. Campus Lines Club თბილისი გაეროს ასამბლეის სრულუფლებიანი წევრია და Lines International სათაო ოფისთან ერთად აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან. ახორციელებს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო პროექტებს. ვახტანგ ყოლბაია და იორინ ანდერსონი მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს. მსგავსი ეტლები ეტაპობრივად 10 ბენეფიციარს დაურიგდება.
მინდა დიდი მადლობა გადაუხადო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობას ასეთი გულისმიერებისათვის. ორ შეწყვეტილების სანაპირეს გადავაზით ეტლის საჩუქრად ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით, რა თქმა უნდა, დანიიდან გაგვიწია დახმარება, თანხმობრივი დახმარება ჩვენი ორგანიზაციის სათაობისმა და დღევანდელი დღეს აფხაზეთის მთავრობასთან ერთად გადავაზით საჩუქრები უკვე ბავშვებს, მოსარდებს, რომელსაც ძალიან უჭირდა და ჭირებათ ესეთი მსგავსი საჩუქარი. პარლამენტის კინოდარბაზში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის არზაყან დიმიტრი ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ფილმის სცენარის ავტორმა ნინო ხოფერიამ და არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, აუცილებელია თაობებმა იცოდნენ იმ გმირთა შესახებ, რომლებიც ქვეყნისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიას ქმნიდნენ. დოკუმენტური ფილმი ნათელსფენს ქართულ-აფხაზურ ნათესაურ კავშირებსა და მწვავე კონფლიქტების ისტორიულ პერიპეტიებს. ამავდროულად მოგვითხრობს ცხოვრების იმ უმძიმეს ქარტეხილებზე, რაც არზაყან ემუხვარმა სამშობლოს დატოვების შემდეგ ემიგრაციაში ყოფნის დროს გამოიარა. ფილმი საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებასთან არსებულმა სტუდია ავტოგრაფმა მოამზადა. სცენარის ავტორია ნინო ხოფერია, რეჟისორი ზვიად მიქელაძე, იდეის ავტორი კი არზაყან ემუხვარის შთამომავალი ნატო მარშანია გახლავთ. ფილმის იდეა მოგვაწოდა აფხაზეთის მთავრობამ და ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მასალასთან მოგვიხვდა შეხება. შევისწავლეთ უამრავი დოკუმენტი ეს პარიზში, სტამბოლში, პრაღაში, საქართველოს ფონდსაცავებში არსებული ისტორია დოკუმენტებში ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება. გვეუბნება უპირველესად იმას, ვინ იყო ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვინ იყო არზაყან დიმიტრი ემხვარი. აი ეს აფხაზი არზაყან ემხვარი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მესაძირკვლე და ფუძემდებელი. მე მომართეს როგორც ექსპერტს, იმით რომ მოგეხსენება თქვენ რომ მე საფრანგეთში ვარ და ისტორიკოსი ვარ და ვმუშაობ ამ პერიოდზე, საქართველოს მე-20 საუკუნის პერიოდზე და მე შევეცადე ამ შემთხვევაში გავცნობოდი არზაყან ემხვარის მოღვაწეობას უფრო დაწვრილებით და უნდა გითხრათ რომ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე შევისწავლე თანამედროვე დოკუმენტები და დავწუნდი რომ აფხაზეთის ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო და ერთ-ერთი მთავარი პიროვნება სწორედ არზაყან ემხვარი იყო. შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მოძიებული და გადაღებული იქნა უნიკალური დოკუმენტები, ვიდეო მასალა. ჩაწერილია საუბრები საქართველოში, თურქეთში, ჩეხეთსა და საფრანგეთში. ფილმი ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა. პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები და არზაყან ემუხვარის შთამომავლები ესწრებოდნენ. ის გახლავთ პირველი თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყველაფერი ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის მოგზალებული წვლილი ამ სახელის უგდავსაყოფად. წლების მანძილზე მუშაობთ არზაყან ემხვარის პროექტებზე და მე მინდა მადლობა გადავხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტების განხორციელებაში და კიდევ ერთხელ ამ მნიშვნელოვანი რომ ამ დარბაზში მოხდა ფილმის პრემიერა ადასტურებს, რომ არზაყან ემხვარი არა მარტო დიდი აფხაზი იყო, არამედ დიდი ქართული. ფონდ ივერიისას დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. მან საზოგადოებას მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კიდევ ბევრი სამუშაოებია გასაკეთებელია, მიუხედავად იმის ჯვარი უკვე დადგმულია. ტაძრის მშენებლობა გვინდა რომ დასრულდეს 2017 წლის 25 დეკემბერს, რადგან მაგ დღეს ჩვენ უწმინდეს უხსულდება აღსაღდრების 40 წელი და გვინდა რომ ქართულმა ხალხმა მას საჩუქრად მივართვათ ეს ტაძარი. ამას კარგ საჩუქრად ჩვენ მას ვერ გავუკეთებთ. მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას შეუწყობს ხელს. გაიხსნება თავშესაფარი ობოლი და ბრძნელობა მოკლებული ბავშვებისათვის. მონასტერთან დაარსდება ნარკოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრი და აშენდება მუზეუმი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფონდ ივერიისას საქველმოქმედო აქციას, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მასში თანაბარი მონაწილეობის საშუალებას. იქმნება სპეციალური წიგნი, რომელშიც მილიონობით შემომწირველის სახელი და გვარი ჩაიწერება.
გადაწყვეტილება მივიღე, რომ შევიტანო მშენებლობაში ჩემი წვლილი, შევესწრო შესაბამისად ანკეტა და დავეხმარო, რითაც შემიძლია ტაძრის მშენებლობას, იმიტომ რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტაძრის მშენებლობა და ზოგადად ტაძრების მშენებლობა და მართლმადიდებელი მორწმუნე მრევლის მომრავლება. ბედნიერი ვარ ნამდვილად, რომ მახათას მთაზე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი უკვე დასასრულისკენ მიდის მშენებლობა და თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობა, რა თქმა უნდა, მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ ღებულობთ მონაწილეობას, როგორც პატონმა ბრძანა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მომავალშიც ჩაერთვებიან ტაძრის მშენებლობასა და მიმდინარე ტერიტორიის გამწვანების აქციაში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა სამწლიანი მუშაობის ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თავისი უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში ამჯერად პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ სხდომაზე წარადგინა, სადაც საგარეო ურთიერთობათა ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ 3 წლის განმავლობაში მოახერხა და გამორიცხა ისეთი საშინელი გამოწვევები, როგორებიც იყო ადამიანების დაღუპვა კონფლიქტის ზონებში და ვითარების ესკალაცია, განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე განმარტებით მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება სხვა გამოწვევები, რომელთა შორისაც მინისტრის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანთა გატაცებას ასახელებს. ჩვენ დაგვჭირდა სხვა გამოწვევები და მათ შორის ეს, რომ მართლაც და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხდება ადამიანების გატაცება. ჩვენ რაც მოვახერხეთ, ისო თვეებით არჩება ეს ადამიანები, თუმცა ეს უელს არ არის სატრაბახო ამაში არაფერი, მაგრამ თვეებით არჩება და რამოდენიმე დღეში გამოგყავს. და შინაგან საქმეთა სამინისტრო საგმო ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის სადამოუკიდებლო მისიასთან ერთად. მაგრამ ის რომ ჩვენ აბსოლუტურად შეგვიძლია ახლა ამ წუთში რომ გამოვრიცხავთ როდესმე ვიდრე კონფლიქტი არ მოგვარდება გატაცებებს, ამას ვერავინ ვერ შეგვიძლია, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს ისეთი საკითხია, რომელიც წინასწარ ვერ გასაზღვრავთ. თქვენ ახეთ რა ხდება იქ ჩვენ მეზობლებში, ყარაბაღის კონფლიქტში, რა ხდება კოსოვოში, რა ხდება კვიპროსზე, რა იქ სამშვიდობო ძალები დგანან და მიუხედავად ამისა პრობლემებია. სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ეხმარებიან სამედიცინო მომსახურების მიღებაში. ასევე ხორციელდება პროექტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით. სახელმწიფო მინისტრი გალის რაიონში ქართული ენის შეზღუდვის საკითხსაც შეეხოდა, როგორც განაცხადა, ესეც ერთგვარი გამოწვევაა, რომელსაც ქართულმა მხარემ თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკით უნდა უპასუხოს. დღეს როცა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ქართული ენა არის სახელმწიფო ენა, ქართულ ენაზე მეტყველებს ყველა, როცა გამყოფ ხაზის გაქეთ თუ იქეთ, ყველგან არის ქართული ენა წარმატებული, ამ ფონზე ვინმე მოახერხოს ქართული ენის შევიწროება გამორიცხულია. გმირები არიან, ჩვენზე მეტი გმირები არიან, ვინც იქ ცხოვრობენ, როგორც ახალგორში, ისე გალის რაიონში. შესაბამისად, მაქსიმალურად მეტი მხარდაჭერა უნდა გამოუცხოთ მათ. აფხაზური კულტურა, აფხაზური ენა, რომელიც ჩვენგან დასაცავია და ჩვენი ვალდებულებაც უნდა იყოს და არის კიდევაც და ჩვენ და გამოდის წიგნები აფხაზური მართლა მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ საქართველოს აფხაზური ენის დასაცავად. უნდა მშვიდად წყნარად არ შევანელო ჩვენი პოლიტიკა. თვითონ აფხაზეთის უნდა გაყოფილია ორ ზონად, ზედა ზონა, ტრანზიტიდან მიხედვით, ქვედა ზონა, ზედა ზონა. ზედა ზონა დიდი ხანია უკვე პრაქტიკულად გამოდენილი ყველა სკოლიდან ქართული ენა. დიდი ხანია. ქვედა ზონაში დაიწყეს ახლა ამ პოლიტიკის გატარება. ანუ ახალი არაფერი არა, მაგრამ უკვე შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ნახეთ, რამდენი სტუდენტი ჩამოდის ჩვენ ზედა ზონიდან. ძალიან ბევრი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ვითომ და მათ სკოლებში თითქოს და ქართული ენაზე სწავლება არაა, სწავლება არის ჯერ ესეთი და ამაზე ხოჭა დავლაპარაკობთ და სხვა და მიუხედავად ახალგაზრდები უფრო მოდიან და უფრო 90% მოდის და თბილისში აბარებს, საქართველოს სხვა უმაღლესებში აბარებენ და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკა. პაატა ზაქარეიშვილმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ დღეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატს ალტერნატივა არ აქვს. ამასთან ერთად მას მიაჩნია, რომ კონფლიქტების მოგვარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი სახალხო დიპლომატიაა და მან სამოქალაქო სექტორს მხარდაჭერა აღუთქვა. სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ დიდი რესურსები გააჩნია, ოსურან აფხაზურ მხარებთან შეაჩეროს რაღაც პოზიციები. დიდი სამური მზადთავარ ჩვენ ამიმართულებით რაღაც გარკვეული ვითანამშრომლობთ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ მომზადებული გადაცემა აფხაზეთის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ ამ გადაცემებს ოკუპირებულ აფხაზეთშიც უყურებენ. თავის მხრივ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა ავთანდილ დავითაიამ სხდომის მონაწილეებს ამცნო იმ მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, რომ გადაცემა აფხაზეთი უკვე აფხაზურ ენაზეც გადაიცემა ყოველ სამშაბათს მეორე არხის ეთერით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარიაშვილმა კი აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები აფხაზურ და ოსურ მხარეებს იმაზე მეტად აინტერესებთ, ვიდრე ეს ქართულ მხარეს წარმოუდგენია. ამიტომაც მსგავსი ტიპის გადაცემები უფრო მეტ მხარდაჭერას და განვითარებას მოითხოვს. შეხება ტელევიზიას მართლაც მიმაჩნია, რომ აფხაზური თემა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. აფხაზეთის კონტექსტი ზოგადად რა ხდება აფხაზეთში რო ვიცოდეთ, რა ხდება აფხაზებმა რო ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენთან, ძალიან აინტერესებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამბობთ, თქოს არ აინტერესებს საქართველოს, ყველაფერი იცი რა ხდება საქართველოში. დეტალებში იცი, მე არ ვიცი ხოლმე ისე დეტალები, რაც იციან მათ. ამიტომ რა თქმა უნდა, ამ ტიპის მედია საშუალებები, როგორც არის ეს იქნება ტელევიზია თუ უფრო მეტად გასავითარებელია ჩემი აზრით ინტერნეტ და სივრცე, იგივე ამ ტელევიზიის ინტერნეტი პორტალის განვითარებაც ალბათ რათა ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია თუ როგორ უყურებენ საქართველოში, დანარჩენ საქართველოში როგორ უყურებენ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ აუცილებლად მიიჩნია, რომ შეხვედრაზე მინისტრის მიერ გამოთქმული კონცეპტუალური შეხედულებები და პასუხები დაეგზავნოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რათა მათი მხრიდან გაანალიზდეს და ამ საგანგებო საკითხებთან დაკავშირებით წინადადებები შემოვიდეს. ანგარიში მნიშვნელოვანი იყო, შთამბეჭდავი იყო მართლაც, მაგრამ მე ხაზს გაუსვავდი იმას, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი თუ მეტი არა, იყო სამომავლო აქცენტები, მიმართულებები, რომელიც გარკვეულად ფიგურირებს სტრატეგიულ გეგმაში, საგზაო რუქაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლება ანვითარებს. დღეს რაც უნდა ველაპარაკოთ ჩვენ დაპირისპირებულ პოლიტიკურ პოზიციებზე, აფხაზებმაც და ოსებმაც მინდა იცოდნენ, რომ ჩვენი მთავარი პრინციპი დღეს არის ის, რასაც ქვია ფიქრი მომავალზე, რასაც ფიქრი ქვია რეგიონალურ უსაფრთხოების თემაზე და ჩვენ ბავშვებზე. მათ ერთმანეთს არ უნდა უყურონ თოფის ლულის გასწვრივ. ეს არის მთავარი ამოცანა. პოლიტიკური საკითხები როგორ დაალაგდება სამომავლოდ, ეს უამრავ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. საინტერესო გამოსვლა ჰქონდა სახელმწიფო მინისტრს და ვფიქრობ, რომ ის მიმართულებები, რომელიც იქნა გაშლილი აი ამ მოხსენებაში, ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი ცხოვრებაში და პრაქტიკაში დასანერგი. თუმცა გაკეთებულიც უკვე ძალიან ბევრი არის, თუნდაც ის ფაქტი, რომ ყველა აღიარებს იმას, რომ საომარი რისკები არის მოხსნილი აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებაზე, ეს არის ფაქტი და რუსეთთან ომის მდგომარეობაში ჩვენ არა ვართ უკვე და ბევრი ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ ეს მყიფე, მაგრამ მაინც მშვიდობა კიდევ უფრო გავამაგრო და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ, ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, ეს არის ნება ჩვენი ხელისუფლების და ეს ნება არის მიმართული ნდობის აღდგენისაკენ. რუსეთის დუმაში შევიდა ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობებს ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ თანხებს უზრდის. რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობებს ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას უზრდის. შესაბამისი პროექტი სახელმწიფო დუმაში უკვე შევიდა. ამ პროექტის მიხედვით მომავალ წელს სამხრეთ ოსეთს დაფინანსება 1/13-ჯერ გაეზრდება, განსხვავებით ოკუპირებული სოხუმისგან, რომელსაც კრემლი 2016 წელს დაფინანსებას გაუორმაგებს. თუმცა სოხუმში ფიქრობენ, რომ ეს გასულ წელს გამოუგზავნელი თანხების კომპენსაციაა. ოკუპირებული ტერიტორიების დაფინანსების ზრდის პირობა მოსკოვში ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ დადეს, ჯერ დე-ფაქტო აფხაზეთთან, ხოლო მერე დე-ფაქტო ცხინვალთან, ეგრეთ წოდებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ. თუმცა ეს თანხები არასრულად გადაერიცხა ოკუპირებულ ტერიტორიებს. შედეგად ხაჯიმბას რეჟიმს პენსიებისა და ხელფასების გაცემის პრობლემა შეექმნა და ამ ფინანსური პრობლემის გამო საპროტესტო აქციებიც დაიწყო სოხუმში. აქციის მონაწილეები ეგრეთ წოდებული მთავრობის წევრების გადადგომას ითხოვდნენ. ხაჯიმბას რეჟიმის წარმომადგენლები კი მოსკოვს მაინც იმედით შეყურებენ. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები თვლიან, რომ 2015 წელს მოსალოდნელი იყო პრობლემები დაფინანსებაში, რუსეთში არსებული რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ ერთად ვიმყოფებით რუბლის ზონაში და ჩვენთვის ყველაფერი გასაგებია. ველოდებით დაპირებულ თანხებს მოთმინებით და მეგობრულად. ამბობს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ეკონომიკის მინისტრი ახრა არისთავა.
ექსპერტების შეფასებით რუსეთმა მიზნობრივად გაუზარდა ოკუპირებულ ტერიტორიებს ბიუჯეტი მისი იმპერიალისტური სრახვების განსახორციელებლად და საოკუპაციო რეჟიმის გასაძლიერებლად. რუსეთის მთელი დახმარება მიდიოდა მხოლოდ პენსიების დარიგებაში და გარკვეული ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხელფასების დარიგებაში. არც ერთი კაპიკი რუსეთის აფხაზეთში ინვესტიციაზე არ გაუკეთებია, არ დაუხარჯავს. დღეს მოიგონა ახალი მიმართულება, სულად ახალი მიმართულება. თავისი იმპერიული პოლიტიკის განსახორციელებლად რუსეთი გამალებით ამაგრებს როგორც ბერლინის კედელი, გამოცდილება აქვს ენგურზე ადმინისტრაციულ საზღვარს. აქედან გამომდინარე ხარჯავს ძალიან დიდ ფულს ამ საზღვრის მოწყობაში, ძალიან დიდ ფულს კაზარმების აშენებაში, ასე ვთქვათ, მათი ინფრასტრუქტურის მოწყობაში და სამხედრო, ვთქვათ, ქვედანაყოფების მომზადებაში აფხაზეთში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რუსული სამხედრო ქვედანაყოფი იყო აფხაზური სახელით. ეს ხარჯები რუსეთმა გადაწყვიტა აფხაზებს დააწეროს. ანუ რა გააკეთა ერთის მხრივ გაუზარდა დახმარება, მეორე მხრივ მიზნობრივად გაუზარდა და მიზნობრივი ხარჯებიც გაუზარდა, გაუწერა. აი ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც გუშინ რუსეთი თვითონ ხარჯავდა და თვითონ თავისი ფულით აშენებდა თავისი ხარჯებით, დღეს უკვე გაატარა აფხაზეთის ბიუჯეტი, აშენებინებს ინფრასტრუქტურებს, რომელიც მას ჭირდება სამხედრო თვალსაზრისით და არაფერში ჭირდება აფხაზ ხალხს და იქ რუსების დახმარებისგან მიღებულ ფულს ახარჯინებს ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ის აუტანელად მძიმე პირობებში ამყოფებს აფხაზ ხალხს, არ ვითარდება წარმოება, არ ვითარდება ვაჭრობა, ჯანდაცვა არ ვითარდება, არ ვითარდება აგროსექტორი და პირიქით, რომელიც გეტყვით, ფუჭდება და ინგრევა რაც არის. თუ მაგალითად კოხორის მეურნეობაში მოყავდათ 30000 ტონა ციტრუსი, დღე ნადგურდება ის პლანტაციები, რომელიც კოხორაში იყო მოულელობის გამო. არ ხარჯავენ ფულს, მათ ინვესტიციას არ აკეთებენ სოფლის მეურნეობაში, როგორც საქართველოში მიღებულია. ბუნებრივია ნადგურდება ჩაის პლანტაციები, განადგურდა გალის ჩაის პლანტაციების 90%, განადგურდა ციტრუსების პლანტაციების 80%. თუმცა წინა წლებთან შედარებით 2016 წლის ოკუპირებული ტერიტორიებისთვის გაწერილი დაფინანსება მაინც არ არის რეკორდული, რადგან დამოუკიდებლობის აღიარების პირველ წლებში კრემლი დე-ფაქტო მთავრობებს ათობით მილიარდ რუბლს ურიცხავდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში კორუფციის წყარო იყო და დე-ფაქტო პოლიტიკურ ელიტაში იკარგებოდა. რუსეთს სურს შეინარჩუნოს ის პარამეტრები, რა პარამეტრებითაც ის ინარჩუნებს საოკუპაციო რეჟიმს აფხაზეთისა და სამხედროს ტერიტორიაზე. ვითარება ესეთია, რომ ადრე 3-4 წლის უკან საკმაოდ დიდი ფული მიდიოდა და იკარგებოდა ეს ფული. რუსეთმა, როგორც ჩანს, გამონახა რაღაც ფორმულა, რომ მინიმუმზე დაიყვანა აუცილებელი თანხები, რითაც შეიძლება იარსებოს საოკუპაციო რეჟიმებმა, მაგრამ მეტის მიცემის შემთხვევაში უკვე მიდის ვიღაცების ჯიბეში. ანუ ამ ერთი მხრივ გარკვეულწილად საშინელ და კატასტროფული მასშტაბის კორუფციასაც ებრძვის. ამასთან რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ოფშორების შავ სიაში შეიტანა. რუსეთის ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების შავი სია, რომლებთანაც რუსეთს საგადასახადო მონაცემთა გაცვლა არ აქვს, ან ასეთი გაცვლა წარმატებული არ არის. შავ სიაში მოხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თუ კომპანია დარეგისტრირებულია ფედერალური საგადასახადო სამსახურის შავ სიაში შემავალ ქვეყანაში, მას გადასახადის გადახდა ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, აღნიშნავს რუსული სააგენტო. უკანონობაში ჩააყენა აფხაზეთი, ფაქტობრივად უკანონობაში. წარმოიდგინეთ კონფლიქტური ტერიტორია და ოფშორების სია კიდე. ანუ ბევრი ქმედება ფინანსურიც კი უკანონო აფხაზეთში თლიანად მიბულია რუსეთზე.
წარმოგიდგენთ მუსიკოსების დავით ოკუჯავასა და მადინა ტეხოვას ოჯახურ პორტრეტს. ამბობს, რომ მუსიკა მისთვის ყველაფერია და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი და დირიჟორი სოხუმელი დავით ოკუჯავა 30 წლის წინ მუსიკამ დააკავშირა მომავალ მეუღლეს, ცხინვალელ მადინა ტეხოვას. ერთმანეთი თბილისის კონსერვატორიაში სწავლის პირველივე დღეებში გაიცნეს და მას შემდეგ ერთად მოდიან. სწავლის დაწყების დროს გავიცანეთ ერთმანეთი, ფაქტობრივად იმ დღიდან 85 წლიდან ერთად მოვდივართ. 87-ში დავქორწინდით. შემდეგ შეგვეძინა ვაჟი. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ დავბრუნდით სოხუმში, დავიწყეთ იქ მუშაობა სოხუმის სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგებად. მე პარალელურად მუშაობდი ახლად ჩამოყალიბებული ის იყო მაშინ შექმნილი ქართული ანსამბლის სიმღერის და ცეკვის აფხაზეთის. ცხინვალში დავიბადე, იქ დავამთავრე სკოლა, სასწავლებელშიც იქ ვსწავლობდი, სამუსიკო სასწავლებელში. და მე ჩამოვედი თბილისში. ძირითადად ახლა ასეა თუ ისეა, ოსები უფრო რუსეთში მიდიოდნენ, იმიტომ რომ რუსული სკოლა დამთავრებული გვიჭირდა ძალიან და მეც ძალიან გამიჭირდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქართული არ ვიცოდი. არასდროს არ ვიყავი ისეთი, რომ აი ქართველია და ცხინვალშიც იქაც კი ახლა რუსულად კი ვლაპარაკობდით, მაგრამ მეგობრები მყავდა ქართველები. მათ შემოქმედებით საქმიანობა საფუძველი კავკასიური ფოლკლორიდან აქვს აღებული. ბატონი დავითი ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლების, ოკუჯავების ცნობილი მუსიკალური ოჯახის წარმომადგენელია. მათ გვარს უკავშირდება აფხაზეთში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია. ბაბუა იყო ძალიან ცნობილი მეგობარი საქართველოში, ის თითქმის 30 წელზე მეტი ხელმძღვანელობდა და მუშაობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. კიცი გეგეშკორთან ერთად და მის შემდეგ რაჟდენ გუმბა და ძალიან ცნობილი ისეთი მოღვაწეები. ყავდა 5 ვაჟი. სოხუმში ჩვენ ცნობილი ვიყავით როგორც საოჯახო ანსამბლი. უკვე მეც წამოვიზარდე, მეც მათთან ერთად და ეს 7 კაცა გამოვდიოდით, ველოდით ბაბუასთან, ბიძებთან და ბევრი კონცერტები და ბევრი გამოსვლები გვაქვს იქ ჩატარებული აფხაზეთში. ბევრი სტუმარი ყავდა ჩვენ ყოველთვის ოჯახში და ფაქტიურად ყოველ დღე იმართებოდა ჩვენთან, ასე ვთქვათ, ლხინიც და ლხინი სიმღერის გარეშე თუ კი ვინმე სტუმარი ჩამოდიოდა, მე სიამაყით მინდა ვთქვა, რომ სოხუმში თუ კი ვინმე უცხო სტუმარი ჩამოდიოდა, აუცილებლად ჩვენ ოჯახში უნდა მოსულიყვნენ, იმიტომ რომ ოკუჯავების სიმღერის მოსმენა ეს რაღაც აუცილებელი იყო. ქალბატონი მადინა ცნობილი ცხინვალელი ქორეოგრაფების პეტრე ტეხოვისა და კლარა კოტაევას ქალიშვილია. იგი სიამაყით იხსენებს მშობლების წარმატებულ კარიერას, რომელიც სუხიშვილებთან ურთიერთობასაც უკავშირდება. მშობლები ძალიან კარგად ცეკვავენ, აი როგორც იცით, აი დედაჩემს ამბობდნენ, რომ ცეკვის ქალღმერთია. მამაჩემი ახაც მუშაობს. ვერ ეშვება, იმიტომ რომ აი დათოსი არ იყოს, ამით ცხოვრობს. ახლა წავს პატარა ბავშვების წრე და ასწავლის ცეკვას. მადინას მშობლები არიან საქართველოს დამსახურებული არტისტები, მოცეკვავეები არიან და ძალიან ცნობილი მოცეკვავეები იყვნენ თავის დროზე. აი ეს პერიოდი, როცა სუხიშვილები მოღვაწეობდნენ საქართველოში. არც ერთი ისეთი დიდი კონცერტი, რომელიც საქართველოს სახელით უშუალოდ გადიოდა საზღვარგარეთ, იგივე მაშინ დეკადები იმართებოდა მოსკოვში ძალიან ხშირად ჩადიოდა. აუცილებლად ოსური სიმდის შემსრულებლად იყავდა მადინას მშობლები. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ბატონმა დავითმა და ქალბატონმა მადინამ ახლობლებისგან განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნეს. არც გვარი შემიცვლია, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ საშიშია ერთი პერიოდი მართლა და იქნებ მეუღლეს გვარზე გადახვიდეო და შენი ოსური გვარი არ ჩანდესო, მაგრამ არა. არავის არ უთქვია ჩემთვის, რომ აი შენ ოსი ხარ და აქედან წადი. ერთით აი არ მაგრძნობინეს კონფლიქტის დროს. რომ აი მე ვიყავი სხვა ეროვნების. როცა ეს პირველი კონფლიქტი დაიწყო ოსებთან და ქართველებს შორის, მაშინ დედამისი ტელევიზიით გამოვიდა და ეს სიტყვები მახსოვს, რომ აი მე როგორ მოვიქცე, როცა ჩემი შვილიშვილები ქართველები არიან, ჩემი სიძე ქართველია. 90
13-დან 98 წლამდე ცხოვრობდით ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში. იქ მადინას მშობლები ცხოვრობდნენ. იქაც მუშაობდით ჩვენი სპეციალობით, სხვადასხვა კულტურის სახლში მუშაობდი, მუსიკალურ სკოლებში მუშაობდი, მადინა მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე კონფლიქტი იყო ოსებსა ქართველებს შორის, მაგრამ ერთი წუთიცაც არავის არასდროს არ უგზნობინებინა ჩემთვის, რომ აი შენ ქართველი ხარ, რაღაც პირიქით უფრო მეტ პატივს ცემდნენ, რომ აი რაღაც არ იგრძნო თავი შენ აქ რაღაც დაჩაგვრულად. ოკუჯავა ტეხოვას ქართულოსური ოჯახი დღეს თბილისში ცხოვრობს. დავით ოკუჯავა სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორია. პარალელურად ფოლკლორულ ანსამბლ დიოსკურიასაც ხელმძღვანელობს. დიოსკურიასა და მანამდე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლსაც მისი ხელმძღვანელობით არაერთხელ მოუტანია წარმატება ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. მადინა ტეხოვაც სოხუმის სამუსიკო სკოლის პედაგოგია. იგი არაერთი საინტერესო და წარმატებული პროექტის ავტორია. ცდილობ ოსური ელემენტები, ოსური მუსიკა შემოვიტანო ამ ქართულ. მე კი არ ვამბობ, რომ მანამდე არ ჟღერდა და ოსური არავინ არ იცის, მაგრამ რო გავაკეთე ეს პროექტი და რო ჩატარდა ეს საღამო ოსური კლასიკური მუსიკის, ყველა ძალიან ისეთი აღფრთოვანებული დარჩა და მეც ძალიან ვამაყობ, რომ მართლაც საინტერესო მუსიკა იყო და საინტერესო საღამო გამოვიდა. დავით და მადინა ოკუჯავებს სამი შვილი ყავთ. უფროსი გურამი დაოჯახებულია და ოჯახში პატარა ანასტასიაც იზრდება. ქალიშვილი ნინო პროფესიით ენერგეტიკოსია. სულ ახლახანს მან სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მის ინტელექტი 2015 გახდა. უმცროსი მამის სეხნია დავითი კი ჩვენი მომავალი კოლეგაა. დედის მხრიდან ოსი ვარ, მამის მხრიდან ქართველი. თანაც ვამაყობდი ამით და ეხლაც ვამაყობ. აფხაზეთი მას მხოლოდ ფოტოებიდან უნახავს, ამიტომ გულწრფელია, როცა ამბობს, რომ ჯერ არის ის წავიდოდა თუ არა საცხოვრებლად სოხუმში. თუმცა მშვენივრად ესმის მშობლებისაც, რომლებიც მისგან განსხვავებით წუთითაც არ წყვეტენ ოცნებას აფხაზეთში დაბრუნებაზე. სტუმრადაც მეპატიჟებოდა. იქნება სტუმრად ჩამოხვიდეო და ჩემთვის ეს იყო რაღაც ისეთი რომ როგორ მე უთხარი ახლა ჩემს ოჯახში სტუმრად ჩამოვიდა, მე ვთქვა არანაირად არ იქნება, არ მოხდება არასდროს, სანამ ჩვენი დაბრუნება არ იქნება, იქით მე სტუმრად სოხუმში ვერასდროს ვერ ჩავალ. მიამბე აფხაზეთზე რუბრიკის სტუმარია აკადემიკოსი როინ მეტრეველი. საკმაოდ ადრეული ყმაწვილკაცობიდან ახლო ურთიერთობა მქონდა აფხაზეთთან. ეს დაიწყო იმით, რომ ჯერ კიდევ სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა 3 წელი ზედიზედ მაძლევდნენ საგზორ სტუდენტურ საგზორს და 2 წელი ახალათონში, 1 წელი გუდაუთში ვისვენებდი მე. მაშინ იქ იყო ახალგაზრდული ბანაკი, დასასვენებელი სახლები, სადაც ეს იყო უბედიერესი წლები. პირველი შეხვედრა აფხაზეთთან. აფხაზეთში როდესაც შედიხარ, თქვა, როცა სოხუმიდან ახალათონში ვიდიხარ, ეს იმხელა სილამაზეში აღიქომ თვითონ ბუნებისას, აქ არის მთა, აქ არის დაკლაკნილი გზა, ზღვა, რომ ეს ყველაფერი იცით ძალიან დიდ სიყვარულს აღიქონს. მე იცით გრძნობ, რომ ეს არის ძირძველი წმინდა ქართული მიწა და გიყვარს იგი როგორც შენი საკუთარი. მე მგონია რომ დღეს აი პოლიტიკური გარკვეული სიტუაციების გაგმო დავშვებდით ჩვენ, მაგრამ თვითონ აფხაზეთისგან უამრავი მეგობარი მყავდა მე აფხაზეთში და მყავს ზოგიერთი დღესაც, ბევრი მოსკოვში წავიდა, თვითონაც ტოლვილად იქცა და იცით, ურთიერთობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო სერიოზული ურთიერთობა ეს იყო 1962 წლიდან, როდესაც მე გარკვეული თანამდებობა მეკავა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში და მივლინებით მომიხდა ჩასვლა აფხაზეთში. მე მაშინ შევხვდი აი აფხაზეთის ხელისუფლების პირველ კაცს, იყო ასეთი მიხეილ ბღაჟბა და ის ძალიან საინტერესო პიროვნება გამოდგა ჩემთვის და ცოტა რთული კაცი იყო ის და მასთან ერიდებოდა ჩასვლა და ეტყობა მე ჩემი სიყმაწვილით ახალგაზრდობით ცოტა მე სხვა ორგანიზაციაში ვიყავი ახალგაზრდულში, მაგრამ დაურეკე მას და იმან მივიღო, რომ მივიღო ამის შემდეგ მან იმ დღეს დამპატიჟა გემზე
ეს იყო გემი ფრიც ჰეგარტი და მითხრა რომ დღეს ვივახშებთ ერთად და იცით აი იქ უკვე ნამდვილი მე აფხაზები ვნახე მე ვნახე ურთიერთობაში მეგობრობაში ისინი და აქედან ძალიან ბევრი ძალიან კეთილი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა შემდეგაც ჩემი მდგომარეობის თანამდებობრივი მდგომარეობის გამო ხშირად მიხდებოდა ჩასვლა სოხუმში თითქმის ყველა რაიონში გუდაუთაში არის ადგილი ერთი ვიარჩა ქართულად რა ქვია სერაე ბაბას ეძახიან სადაც პიონერული ბანაკები იყო და ძალიან ისეთი ულამაზესი ადგილი იყო თორშტები ახალსოფელი არის იქვე ახლოს და იქაც ქართველი რაჭული მოსახლეობა იყო ძირითადად და მეტად საინტერესო ისეთი ურთიერთობები მქონდა. ეხლა მე არ შემიძლია რომ განსაკუთრებით არ გამოვყო აი კეთილი დამოკიდებულება უშუალოდ აფხაზებთან თვითონ. მე ახალგაზრდობიდან ვიყავი როგორც საზოგადოებრივ საქმიანობაში, ისე მეცნიერებაში და ვთქვათ ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა მე იქაურ მეცნიერებთან მე არ შემიძლია ხოხოტი ბღაჟბა არ გამოვყო ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროფესორი ენათ მეცნიერი იყო გიორგი ამიჩვა იყო ასეთი ის არქეოლოგიც იყო იკვლევდა ძალიან საინტერესო საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიას სხვაებიც საკმაოდ ბევრი იყო ძალიან უდიდეს პატივს ვცემდი მეს და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იქ იყო ზურაბ ანჩაბაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი კორესპონდენტი და სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველი რექტორი, როცა უნივერსიტეტი გახდა, იგი დანიშნეს პირველ რექტორად იქ. როცა მე სადოქტოროს ვისწავლდი 1974 წელს, ბატონი ზურაბი ჩემი ოპონენტი იყო. საკმაოდ უკაცრი ოპონენტი იყო, მაგრამ შევჯერდით ერთმანეთთან. მე არ შემიძლია არ მოვიგონო, ძალიან დიდი მე კარგი მეცნიერი გიორგი ძიზარია. აი ის იყო აფხაზეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ძალიან ძლიერი სპეციალისტი, მას მუხაჯირობაზე აქვს წიგნები შექმნილი, მუხაჯირობის პრობლემაზე აქვს შექმნილი წიგნები, მონოგრაფია და იცით ძალიან საინტერესო კაცი იყო. ორივე ეს პიროვნება იყო 70-იან წლებში, 80-იანში დასაწყისშიც გამოდიოდა საქართველოში პირველი ეროვნული უნივერსალური ენციკლოპედია, სადაც მეც მომიხდა გარკვეული დროის მანძილზე თითქმის 14 წელი მუშაობა, მე გახდით მთავარი რედაქტორის მოადგილე, მთავარი რედაქტორი ირაკლი აბაშიძე იყო. მაშინ ძალიან ბევრ ავტორთან მქონდა აფხაზ ავტორთან ახლო ურთიერთობა. მე არ დამოიწდება ბაგრატ შინკუბა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო, რომელიც ასე იგი უახლოეს კავშირში იყო ირაკლი აბაშიძესთან, ჩვენ მწერლებთან, ერთმანეთს თარგმნიდნენ, ურთიერთობა იყო მათთან. მე ბევრჯერ შევხედრი ვარ ბატონ ბაგრატს და იმისი დამოკიდებულებაც ამ კეთილი დამოკიდებულება ვიცი ამ საქმეებისადმი. ძალიან საინტერესო იყო ვანო თარბა. ეს იყო მწერალთა კავშირის მდივანი და იცით ბრწყინვალე მოქართული ქართულის მცოდნე და საოცრად საინტერესო პიროვნება და ბევრი შემოთლება მომიტევებენ თუ ახლა ყველას ვერ ვიტყვი მაგრამ აი ურთიერთობები იყო ძალიან ისეთი ღირსეული და ძალიან ისეთი კეთილი ამ დროისათვის ერთი პერიოდი თითქმის 6-7 წელი ზედიზეთ ვიშველებდით ბიჭვინთის კორპუსები რომ არის იქ აფხაზები იყვნენ ძირითადად და ყველასთან მქონდა კეთილი დამოკიდებულება არაჩვეულებრივი დამოკიდებულება როცა ჩვენთან საქმე აირია ისეთნაირად ამის შემდეგ მე ძალიან ბევრი მოკითხვა მომდიოდა იქიდან ახლა არ გაგიკვირდეთ უბრალოდ ხალხისგან თქვათ სალატო ერუნო იყო ასეთი იმისი პარმენისაგან ძალიან საინტერესო კაცი იყო ლიხნელი იყო ისა და ყოველ ზაფხულს ლიხში გვპატიჟებდა დიდ სუფრებს მართავდა და ახლა ესე არ უნდა გავიკვირდეთ სუფრა ქართველი კაცისთვის და აფხაზისთვის დამახასიათებელი იყო ერთი სიტყვით მე ისე თქვა მინდა რომ ფესვები ჩვენი ურთიერთობისა მეგობრობისა შეიძლება ითქვას ძმობისა წარსული საუკუნეებიდან მოდის და აი დღეს დარღვეული ეს ერთობა ნონსენსია აი საზოგადოებაში თვითონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იცით აქ გარეშე ფაქტორი არის ძალიან მცირე რომელიც ჩვენ შეიძლება ხელს გვიშლიდეს ბევრ რამეში არის ზოგიერთი გადადგმული ნაბიჯი ძალიან მძიმე პოლიტიკოსებისა და ესეც ხელს გვიშლის მაგრამ მე იმრწმენით ვარ რომ ის ძველი ასე ვთქვათ ურთიერთობები ის პატივისცემა ერთმანეთისადმი და ურთიერთობა კვლავ აღდგება ამაზე ქართულმა საზოგადოებაც უნდა იზრუნოს ამ წუთში არ ამყავს მე ვთქვათ ხელისუფლებები ან აფხაზეთის ან რუსეთის ან საზოგადოებამ თვითონ ერთმანეთი არ უნდა დაკარგოს
დღეს ამიდგე მშვიდობებით. ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.